როდესაც ადამიანები ტაილანდში მოგზაურობაზე ფიქრობენ, თითქმის ყველას ერთი და იგივე რამ წარმოუდგენია. თეთრი ქვიშის სანაპიროები, ფირუზისფერი წყალი, ცნობილ კუნძულებზე გასაირნება, ქოქოსების სანაპიროზე და ფოტოები გრძელ ნავების ფონზე უზარმაზარი კლდეებით. შუა დღეს ზღვა და კუნძულები, საღამოს ღამის ბაზრები, ქუჩის საჭმელი და ხმაურიანი ღამის ცხოვრება. ტურისტების უმეტესობისთვის ტაილანდი იდეალური სანაპიროს დასვენებაა და უსასრულო ზაფხულის ატმოსფერო. მაგრამ ამ მოგზაურობაში მე სულ სხვა მიზანი მქონდა. მინდოდა მეცადა ერთი რამ, რაზეც ტურისტები ბევრად იშვიათად ფიქრობენ. მე ძალიან მინდოდა ტაილანდში თევზაობის გამოცდილება მიმეღო, რადგან ამ ქვეყნისთვის თევზაობა უბრალოდ გასართობი არ არის. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზღვა ცხოვრების ნაწილია. თევზაობას აქ საუკუნების ისტორია აქვს. ყოველ დილით მეთევზეები ტრადიციული ნავებით გადიან ზღვაში და გათენებისას ბრუნდებიან ნადავლით, რომელიც შემდეგ ქვეყნის ბაზრებსა და რესტორნებში ხვდება. შეიძლება ითქვას, რომ ზღვა ტაილანდს არჩენს და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როგორია ნამდვილი თევზაობა ტროპიკულ წყლებში, რისი დაჭერა შეიძლება ამ ზღვაში და განსხვავდება თუ არა ის იმ თევზაობისგან, რომელსაც ჩვენ შევეჩვიეთ. ამიტომ ამ მოგზაურობაში გადავწყვიტე აუცილებლად მეცადა ეს თავად. დღეს კი გაჩვენებთ, როგორი აღმოჩნდა ჩემი თევზაობა ტაილანდში. დილის 7 საათია და ჩვენ მივდივართ ინდოეთის ოკეანეში მონსტრებს სათევზაოდ. მოგეთ წავმყევით, გავატაროთ დღევანდელი დღე ერთად და ვნახოთ რისი დაჭერა შეგვიძლია იახტიდან. მოვედით უკვე პორტში, ჩვენს უკან არიან ჩვენი გემები, რითაც გავდივართ. 1 საათის განმავლობაში ვივლით, ვიმოძრავებთ და ეგრე ვითევზავებთ და მერე გაჩერებულზეც ვითევზავებთ. ყველაზე მაგარია, რასაც დავიჭერთ, ჩვენ გემზევე მოგვიმზადებენ და შეგვიძლია გავსინჯოთ. მოგეთ ძალიან საინტერესო ტური გველოდება. ორი გოგო ვართ სულ. Thank you. Okay. Welcome to the boat. But in this area we cannot allow for the fishing. ეს არის სანი, ადგილობრივი ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი მეზღვაური, რომელიც დღეს ჩვენ გვიმასპინძლებს ინდოეთის ოკეანეში და საინტერესო ისტორიებსაც მოგვიყვება, მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით. ეხლა ცოტა ხნით გავჩერდით ზღვაში იმისთვის, რომ ავავსოთ გემი წყლით და ვინც არ იცოდით, ზოგადად გემს სჭირდება წყალი იმისთვის, რომ თანასწორობა კარგად დაიჭიროს მერე ზღვაში, ოკეანეში და დიდად არ იხტუნაოს დიდ ტალღებზე. ზოგადად ინდოეთის ოკეანე სავსე არის ბევრი თევზით და ისეთი იშვიათი სახეობებით, როგორიც არის მაგალითად ტუნა. ტუნა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თევზია ოკეანეში და ის განსაკუთრებით ფასდება კულინარიაში. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სწორედ ტუნას იყენებენ ისეთი კერძებისთვის, როგორიც არის საშიმი და სუში. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ტუნას ხორცი ძალიან ნაზი და სუფთა გემოს მქონეა. სწორედ ამიტომ ხშირად მას სრულიად უმადაც მიირთმევენ. ჩვენ უკვე დავიწყეთ თევზაობა, ჩვენი გემი მოძრაობს, ანკესებზე არის გაკეთებული აიგეთი სატყუარები, კალმარებს გავს და რაც მთავარია, აქ შეიძლება დავიჭიროთ ტუნა, რომელიც იწონის 300 კილოს. უკვე შევედით სათევზაო ზონაში, როგორც მითხრეთ, აქ სიღრმე არის 600 მეტრზე მეტი. და თვითონ სატყუარა გვაქვს გადაგდებული 30 მეტრზე. ხშირად იახტა მოძრაობს ნელა და სატყუარას წყალში უკან მიათრევს. ამ მეთოდს ტროლინგი ჰქვია და ტროპიკულ ზღვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ამ დროს ყველაზე საინტერესო სწორედ მოლოდინია. არასოდეს იცი რა შეიძლება აღმოჩნდეს ანკესზე. შეიძლება პატარა თევზი იყოს, ან შეიძლება იყოს ისეთი, რომელსაც ამოსაყვანად რამდენიმე წუთი ან უფრო მეტიც კი დასჭირდეს.
Давай. დაჯდა ხალხო, თან ორი ძალი დაჯდა. როდესაც თევზი ანკესია, ის მთელი ძალით ცდილობს წყალში დაბრუნებას. შენ კი უნდა შეინარჩუნო ბალანსი და ნელა, მაგრამ მუდმივად ამოიყვანო ძუა. ყოველი რამოდენიმე წამი თითქოს პატარა ბრძოლას გავს. შენ ქაჩავ ზემოთ, თევზი კი ცდილობს ისევ სიღრმეში გაქცევას. ამ დროს ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჯერ კიდევ არ იცი რა არის წყლის ქვეშ. კიდე უფრო ძლიერად უნდა მოატრიალო, მეუბნებია. და სწორად ამ მომენტში პირველად დავინახეთ ჩვენი ნადავლი. სიმართლე რომ ვთქვა, ისეთი თევზის დაჭერა ჩემთვის მართლა ძალიან მაგარი გამოცდილება იყო. ეს ის მომენტია, როცა ხვდები, რომ მოგზაურობა შეიძლება გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე უბრალოდ პლაჟზე დასვენება. აი ეს არის ჩვენი ლობი, ვინც დამცინორით ბათუმის ბარალკუნებზე. აბა სადახართ ეხლა? უბრალოდ შეხედეთ, ან ეს ერთი კი არ არის, ორი დავიჭირეთ დღეს ეგეთი და ერთი შევჭამთ. სწორედ ასეთ გამოცდილებების აღმოჩენაში დამეხმარა კომპანია Travelfy. ისინი ტაილანდში ტურებს და სხვადასხვა აქტივობებს უწყობენ ტურისტებისთვის, ზუსტად ასეთებს, რომელიც მოგზაურობას უფრო საინტერესო და განსხვავებულს ხდის. ჩვენს შემთხვევაში სანი და ეკიპაჟი შემოგთავაზეს, რომ ახლავე აქვე მოემზადებინათ ტუნას ყველაზე მარტივი და ტრადიციული მეთოდით. როდესაც თევზი სულ რამდენიმე წუთის წინ არის დაჭერილი, მისი გემო სრულიად განსხვავებულია, ასე რომ ახლა ვნახოთ, როგორ ამზადებენ ახალდაჭერილ ტუნას პირდაპირ ზღვაში. უბრალოდ შეხედეთ როგორ გამოიყურებათ და რა მაგარია, როცა იცი რომ ნახევარი საათის წინ დაიჭირე შენ თვითონ. ჩვენი დაჭერილი ტუნა, ეხლა უნდა გავსინჯოთ საშიმი, ვინც არ იცით, საშიმი არის უმი თევზი დაჭრელად აიგრე სლაისებად. ეხლა გავსინჯოთ. იდეალური ფერია გავსინჯოთ. თბილისში როცა ვყიდულობდი ტუნას, ხშირ შემთხვევაში ჰქონდა იოდის გემო, იმიტომ რომ გაყინულია მე დამძნარია და ასე შემდეგ. საერთოდ არ აქვს იოდის გემო ტუნას. აქ არის სრულიად ველური ბუნება. იქით არის უკვე დასახლება, პლაჟები. მოკლედ ძალიან მაგარია. ეგეთი თევზები დავიჭირეთ, გემრიელის ლანჩი გქონდა და ეხლა სნორკინგის დრო არის და ვნახოთ უკვე წყლის ქვეშ ხდება. ხალხო, ჩემს უკან არის მედუზა, ვარდისფერი მედუზა, რომლის ნაკბენი არის 10ჯერ და 30ჯერ უფრო მწარე, ვიდრე ის მედუზები, რაც მიჩვეულები ვართ ბათუმში რო გვხვდება. სანი არის ჩვენი გიდი, რომელიც უკვე დიდი ხანია თევზაობს ამ ოკეანეში და ძალიან საინტერესო ისტორიები აქვს აქედან. That time, right? That time I go at the Maiton Island. Yes. We parking the boat for break and have lunch. Yeah. And then just 5 minutes when we departure from the Maiton Island, just 2 or 3 minutes, we saw the big sound. Yeah. And the crew tell me, oh, maybe marlin or maybe sailfish. Wow. Yes. That we got the sailfish. So it was a big surprise. Yeah, big surprise for me. Yeah. I have the consumer from Russian. Yeah. When we cruising the boat, they jump and go down under the water. It's very dangerous. And please do not do like that because it's very dangerous. Yes. I tell him, don't do, but he drowned. He drowned. He jumped from the second floor and go down. Oh my God. Yeah. Everyone shocked. We have to stop the boat and help him. Yeah. But him come up and him very funny. But for me, right? I'm not funny. It's dangerous. So you never meet Georgians with the couple? This is my first time. ტროპიკულ წყლებში ზღვის ფსკერი ხშირად სავსეა სიცოცხლით. ქვებთან და რიფებთან იმალებიან სხვადასხვა პატარა და საშუალო ზომის თევზები. თევზაობის მეორე ეტაპი დაიწყო. ეხლა მოვიდით სხვა ადგილას და აქ ვიწყებთ უკვე თევზაობას ჩვეულებრივი ანკესებივით. ამ მეთოდში იახტა ჩვეულებრივ ჩერდება კონკრეტულ ადგილას, სადაც მეთევზეებმა იციან, რომ თევზი ხშირად იყრის თავს. შემდეგ აკესი ნელა იშვება წყალში, თითქმის ფსკერამდე და იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი ლოდინი. სატყუარა არის ჩვენი კალმარები, წინასწარ გავასუფთავეთ, მოვამზადეთ უკვე სატყუარები წინასწარ, ეხლა ჩავაგდეთ და ველოდებით ვნახოთ რას დავიჭერთ.
ვაჯი და ხალხო რაღაცა კიდე დავსვი. ოპა! ამა შეხედეთ, აი მესმის ბარაბულკას ზომა. ეხლა გავუშვათ ვედროში და გავაგრძელოთ. ძალიან უცნაური თევზი ენა აქვს. დავაი! ხშირად თევზი ძალიან სწრაფად რეაგირებს სატყუარაზე და ზოგჯერ რამდენიმე წამშიც კი შეიძლება იგრძნო, როგორ იწყებს ძუა მოძრაობას. უბრალოდ შეხედეთ რა ლამაზია და თუ არ ვწდები ეს არის მეორე ვარიანტი, რაც პირველი დავიჭერთ, უბრალოდ პატარა იყო. ამ დროს ყველაფერი შენს რეაქციაზეა დამოკიდებული. რამდენად სწრაფად შეამჩნევ და შეძლებ თუ არა სწორ დროს ამოყვანას. იგივე. რეაკ. ოპა! ამას ისეთი დარტყმა ჰქონდა, რომ მართლა მეგონა რაღაცა 2 მეტრიანი მონსტრი იქნება, მაგრამ წამოდარა. აგძელებთ მონსტრებზე ნადირობა. უნდა ჩაუსვათ ბოლომდე, სანამ ძუა თავისით არ გაჩერდება, ან არ შენელდება. ზედაპირზე თუ ძუა არ იქნება, მაშინ ვერ დავიჭერთ თევზს და ოდნავ უნდა ვიგრძნოთ, როცა დაიწყებს თამაშს. და მონსტრების გარდა დიდი მონსტრებიც არის. ამას შეხედე რა ლამაზია ჯერ ერთი და აქ არის კბილები. და სახელი ვინც იცით ამ თევზის დამიწერეთ კომენტარებში. 2 ცალი და სხვანაირია. ეგეთი თევზები საქართველოში არ გვხვდება, ამიტომ თქვენ გაველოდები რა ჰქვია მაგ თევზებს. ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი თევზაობა. შეიძლება ბევრს გაუჩნდეს კითხვა, რატო არ გავატარეთ ზღვაში მთელი დღე. საქმე ის არის, რომ თევზაობისთვის დღის დრო ძალიან მნიშვნელოვანია. ტროპიკულ ზღვებში ყველაზე აქტიური პერიოდი ჩვეულებრივ დილით ადრეა, როცა მზე ჯერ ძალიან მაღალი არ არის და წყალი შედარებით გრილია. სწორედ ამ დროს თევზი უფრო აქტიურად მოძრაობს და ნადავლის დაჭერის შანსიც ბევრად მაღალია. შუა დღის შემდეგ მზე უკვე ძალიან ძლიერი ხდება, წყლის ზედაპირი თბება და თევზის აქტივობაც ხშირად იკლებს. ასე რომ ჩვენი დღევანდელი გეგმაც სწორედ ამ პრინციპით იყო დაგეგმილი. დილით ადრე გავედით ზღვაში და დღის ყველაზე კარგი დრო გამოვიყენეთ თევზაობისთვის. და სიმართლე რომ ვთქვა, ეს გამოცდილება ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო ჩვენი ტაილანდის მოგზაურობაში. ამ მოგზაურობიდან მე კიდევ ბევრ საინტერესო ვიდეოს გაგიზიარებთ. გაჩვენებთ ტაილანდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მიმართულებას, ულამაზეს კუნძულებს, სადაც ყოველ დღე ათასობით ტურისტი მიდის. ასევე მოგიყვებით როგორია ტაილანდის ღამის ცხოვრება და რა ხდება აქ მზის ჩასვლის შემდეგ. დასრულდა ჩვენი მოგზაურობა შუა ოკეანეში და ვფიქრობ ძალიან მაგარია რომ გადავწყვიტეთ დღეს ეგრე გაგვეტარებინა დღე, იმიტომ რომ შეგვეძლო უბრალოდ აუზზე ყოფილიყავით, ქოქოსი დაგველია, გვეზაგრავა და ასე შემდეგ, მაგრამ გადავწყვიტეთ ცოტა დისკომფორტი მიგვეყენია ჩვენ თავს, იმიტომ რომ ავდექით 6 საათზე და წამოვედით აქ. რის თქმა მინდა, მოკლედ ძალიან მაგარია, ზოგჯერ ისეთი რაღაცა გააკეთო, რიც არ ახარ მიჩვეული პირველ რიგში და მით უმეტეს გოგოები. ეხლა არავინ არ ელოდებოდა ალბათ აქ მით უმეტეს გოგოს დანახვა და ეგრე მართლა ვისი ამოვნე. ამიტომ გოგოებო, გააკეთეთ ისეთი რაღაცეები, რომელიც შეიძლება ვიღაცას გონია, რომ არ არის თქვენი შესაბამისი და უფრო ბიჭებისთვის არის. ძალიან მაგარია თევზაობა და გამოსცადეთ რაც უფრო მეტი და მეტი რაღაცა, რაც უცნაურია. აუცილებლად მოიწერეთ ჩემი გვერდი და აუცილებლად მადევნეთ თვალს, იმიტომ რომ კიდე ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ და იქნებ ისიც დამიწერეთ კომენტარებში უფრო სხვა რაღაც თევზების ან ზღვის პროდუქტების დასაჭერად ხო არ წავიდეთ.